გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული გეგმის წარდგენა მიზანსალმებელი სიტყვით გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. სამინისტროს პოზიციაა, რომ კლიმატის ცვლილების მზარდი გავლენის კვალდაკვალ ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება, კლიმატის რისკების შეფასების გაუმჯობესება და სხვადასხვა სექტორში გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვა. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა ქვეყნისთვის პირველი სისტემური ჩარჩო დოკუმენტი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ადაპტაციის ღონისძიებების გრძელვადიან დაგეგმვას, კოორდინაციას და მათ ინტეგრაციას ეროვნულ და სექტორულ პოლიტიკაში. პროცესის შედეგად მომზადდება 10 წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5 წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა. კლიმატის ცვლილების ეროვნული გეგმა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს, რომელიც ანონსიც დაანონსებას და სამუშაო პროცესი ფაქტობრივად დღეს დაიწყო. კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის არის შესაბამისად ამასთან მიმართებით უნდა დაიგეგმოს შესაბამისი გეგმები, როგორ იქნება შესაძლებელი ადაპტაცია არსებულ გამოწვევებთან მიმართებით. ეს იქნება საწინდარი იმისთვის, რომ ერთის მხრივ დაიზოგოს რესურსი, ხოლო მეორეს მხრივ განხორციელდეს ყველა ეს საპრევენციო ღონისძიება, რომელიც როგორც სოფლად, ასევე ქალაქში მოსახლეობას კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის უნარს შესძენს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმის პარალელურად, რომ საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში კლიმატის ცვლილებების კანონს დააინიცირებს.